შემოწირფასება დაგიბრუნდით პაუზის შემდეგ ყველას მოგიგიხავთ და მადლობას მოგიხდით თქვენი კომენტარებისთვის, არხის გამოწერისთვის, ლაიქებისთვის, ვისაც არ გამოგიწერიათ, თხოვნა მაქვს გამოიწეროთ და შემოგთავაზებთ გაშლას პარტნიორის ფიქრი გრძნობა მოქმედება. პერიოდი თავად ჩაიფიქრეთ ორ ვარიანტზე. ნახოთ, რას ფიქრობს თქვენი პარტნიორი თქვენზე, რას გრძნობს და მისი მოქმედება როგორ იქნება, რას მოიმოქმედებს, ხო? ან ურთიერთობის განვითარება როგორ იქნება. თქვენი ურთიერთობის თავდაპირველად მოусმინეთ პირველი არკანები, ეს იქნება სიგნიფიკაცია თქვენი ურთიერთობის, რომ მივხვდეთ რამდენად სწორად აირჩიეთ ვარიანტი. მაშასე პირველი ვარიანტი თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია ამჟამად, რას ფიქრობს თქვენი პარტნიორი თქვენზე, რა გრძნობა აქვს თქვენს მიმართ და რას მოიმოქმედებს ან ურთიერთობა როგორ განვითარდება უახლოეს პერიოდში. თავისთავად ურთიერთობის განვითარება დამოკიდებულია იმაზე, რას მოიმოქმედებთ, ხო? ანუ როგორ თქვენ თქვენ პარტნიორი. მეორე ვარიანტი, თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია ამჟამად. ფიქრი თქვენი პარტნიორის, გრძნობა თქვენი პარტნიორის და ასე ვთქვათ, ურთიერთობა როგორ განვითარდება. მაშასე პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. აირჩიეთ ვარიანტი. აირჩიეთ ვარიანტი და მე ასე ვთქვათ, გადავდებ მეორე ვარიანტს გვერდით და ნახოთ თქვენი პარტნიორის ფიქრი გრძნობა მოქმედება. პირველი არკანი თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკაცია. ამ მომენტისთვის 7-იანი პენტაკლი, ფიქრი, განდეგილი, გრძნობა, კოშკი და მოქმედება 3-იანი ხმალით შემოწირფასება. აქ პირველი ვარიანტი, ვინც აირჩიეთ, მინდა გითხრათ, რომ ურთიერთობა აქ არის ან დასრულებული ურთიერთობა, ან უკვე ზღვარზე. როდესაც პარტნიორებს უკვე ერთმანეთის აღარ ესმით, იმედგაცრუება, ტყუილი ლოდინი იმის, რომ რაღაც შეიცვლება ურთიერთობაში. თქვენი პარტნიორი თქვენთან, ანუ მარტო გრძნობს, აქ არის ურთიერთობა, როდესაც ორივე პარტნიორი ცალ-ცალკეა, ხო, თავისთვის არის, თავის ფიქრებშია, როდესაც უკვე აღარ არის ურთიერთობა, აღარ არის თანაზიარობა, ურთიერთობაში ემოციების თანაზიარობა, აღარ არის გრძნობა, ემოცია, ანუ დასრულებულია უკვე, კოშკი ამოვიდა, ხო, ანუ გრძნობაში, კოშკი ამოვიდა. აქ ვფიქრობ, რომ ურთიერთობა უკვე ან დასრულებულია და ლოდინი იმის, რომ რაღაც შეიცვლება, უკვე ტყუილია, იმიტომ რომ მოქმედებაში და ურთიერთობის, ასე ვთქვათ, განვითარება როგორ იქნება, ხო, 3-იანი ხმალი ამოვიდა. აქ ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს სასიყვარულო სამკუთხედიც, მაგრამ ყველასთან არა, შემოწირფასება აქ არის შეიძლება ითქვას გატეხილი დამსხრეული გრძნობა, დამსხრეული იმედები, როდესაც უკვე აღარ აქვს აზრი ლოდინს, ხო? აქ ცალ-ცალკეა ორივე პარტნიორი, ერთადაც რომ იყოთ და ჯერ კიდევ არ იყოს დასრულებული პერიოდი, ყოველ შემთხვევაში დასრულებული, გადაწყვეტილი, ხო? აქ უკვე არის ფიქრი იმაზე, რომ დაასრულოთ ეს ურთიერთობა, რადგან უკვე გრძნობა აღარ არის. გრძნობა, რომელიც ორ ადამიანს აკავშირებს, იმიტომ რომ აქ რაღაც მოხდა, დაინგრა, რაღაც მოულოდნელი ცვლილება მოხდა კოშკის არკანი გრძნობაში, ეს ძალიან ასეთი ძალიან ძიმია, ხო? ანუ აქ არის განშორება, ვფიქრობ და ტყუილი ლოდინი იმის, რომ რაღაც შეიცვლება. ერთი სიტყვით, პირველი ვარიანტი ძალიან არ მინდა ასეთი პროგნოზი, მაგრამ რაც ამოვიდა, იმას ვაჟღერებ. აქ არის დამსხვრეული იმედები და იმედგაცრუება, დიდი ტკივილი ორივე პარტნიორში. სიმძიმე ურთიერთობაში, ხო? აქ როგორც ჩანს, ერთ-ერთი პარტნიორი უფრო მეც იღებდა ურთიერთობაში თავის თავზე, უფრო მეც გასცემდა, ვიდრე იღებდა, ხო? ანუ არ იყო აქ თანაზიარობა, არ იყო აქ გაწონასწორებული, როდესაც ორივე პარტნიორი, ვთქვათ, თანაბრად ვალდებულია იზრუნოს ერთმანეთზე, თუ სიყვარულია, ხო? აქ ერთ-ერთი პარტნიორი, იმიტომ რომ 10-იანი კვერთხი ამოვიდა. აქ ერთ-ერთი პარტნიორი უფრო მეც გასცემს, მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული თავის თავზე და საბოლოოდ გადყდა, ხო? ანუ დაიღალა და საბოლოოდ მოხდა ისე, რომ ურთიერთობა თუ ჯერ არ დასრულებულა, უკვე არის ფიქრი იმაზე, რომ დასრულდეს. რადგან ვეღარ ავსებენ ემოციებით, აქ პირველ ვარიანტში, აქ აღარ არის ერთი სიტყვით, არც გრძნობა, არც სიყვარული. აქ შესაძლებელია ზოგიერთთან იყო რაღაც
არ არის ზოგიერთთან საჯარო გაშლა შემოძვრფასებოდა ყველასთან არ იქნება ერთი და იგივე ვარიანტს გავაშხარებ რომ შესაძლებელია რაღაც მატერიალური კუთხით იყო აქ მატერიალურზე იყო ამ ურთიერთობაში უფრო აქცენტი გადატანილი მატერიალური ღირებულებები და მატერიალური ვერ ვიტყვი სიტუხჭია რაღაც ტვირთი მატერიალური პრობლემა ერთი სიტყვით რის საფუძველით შეიძლება გამხდარიყო აი ეს რღვევა ურთიერთობაში ხო როდესაც ერთი პირი უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებს მეტ ტვირთს იღებს თავის თავს და ვეღარ გადის ვეღარ წინ გზას ვეღარ ხედავს ვეღარ აგრძელებს და აი ეს მომენტია რომ უკვე ხდება რაღაცნაირად გადაფასება ყველაფრის სხვანაირად დაანახვა პრიორიტეტების და ხდება ბოლოს და ბოლოს თუ ორივე არა ერთ-ერთი მაინც რომ საჭიროა დასრულება რომ არაფრის მომცემია ეს ურთიერთობა აქ აი ასეთი მომენტია პირველ ვარიანტში შემოკარგებო მაინტერესებს ვისთან როგორ რეზონირდა გამომეხმაურეთ პირველ ვარიანტს დაგემშვიდობებით და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე ვნახოთ თქვენი ურთიერთობის სიგნიფიკატორი ამჟამად ფიქრი თქვენი პარტნიორის ფიქრი გრძნობა და მოქმედება შემოკარგებო მეორე ვარიანტი ურთიერთობის სიგნიფიკატორი ამოვიდა მთვარე მთვარე ეს არის როდესაც ურთიერთობა არის გაურკვეველი ბურუსით მოცული როდესაც სიბნელეში ვერ ხედავ უკვე საით მიიყევ ხარ ხო როგორც წარმოვიდგინოთ დაბურულ ტყეში მთვარის შუქზე ბილიკი ვიწროა საით მიდის გაურკვეველია ხო არ არის გარკვეული არის ერთგვარი შიშიც შეიძლება ღალატი ურთიერთობაში შესაძლებელია აქ იყოს სასიყვარულო სამკუთხედი იმიტომ რომ ქურუმი ქალი ამოვიდა გრძნობაში შემოძვრფასებო და ვარსკვლავი ამოვიდა ფიქრებში შემკარგებო აქ მე ვფიქრობ რომ შესაძლებელია ურთიერთობა იყოს შეეხებოდეს მეორე ვარიანტს ეს გაშლა არის მათთვის ვინც იცით ნამდვილად რომ ურთიერთობაში არის მესამე პირი როდესაც ერთ პიროვნებას ყავს ორი პარტნიორი შესაძლებელია იყოს რაღაც ფიქრი იმაზე რომ როგორ გითხრათ იცით გაურკვევლობა ერთი სიტყვით ურთიერთობის სიგნიფიკაცია აქ შეიძლება იყოს უკვე როგორც თქვი მესამე პირი ურთიერთობაში ფიქრი რას ფიქრობს თქვენზე ვარსკვლავი ამოვიდა ვარსკვლავი ეს არის სიშორე როდესაც მიუწვდომელია რაღაც მისთვის ხართ ოცნების ქალი ოცნების პიროვნება ქალი უყურებს თუ კაცი ამას არ აქვს მნიშვნელობა საოცნებო პიროვნება ხართ შესაძლებელია ცნობილი პიროვნება იყოთ რაღაცით არ ვიცი შესაძლებელია აქ კიდევ იყოს ვარიანტი როდესაც ინტერნეტ კომუნიკაცია როდესაც ეკრანით შორ მანძილზე კომუნიკაცია და სიშორეს გვაჩვენებს აქ და ფიქრობს იმას რომ მიუწვდომელი ხართ რომ შორს ხართ რომ ურთიერთობა მაინც და მაინც არ არის თბილი ხო შორი ცივი ურთიერთობა მანძილზე ურთიერთობა აქ და გრძნობა გაურკვეველი რადგან გრძნობაში ამოვიდა ქურუმი ქალი როდესაც ჯერ არ არის შესაძლებელია კიდევ იყოს რაღაც დაფარული ინტერესი ბოლომდე არ არის გარკვეული ხო გრძნობაში აქ ფიქრია იმაზე რომ რაღაც არის გაურკვეველი ურთიერთობაში და არის რაღაც მოთმინება და მოლოდინის რეჟიმი მოქმედებაში თუ ქალბატონი მიყურებთ არ ვიცი შესაძლებელია მოქმედება აქ და ურთიერთობის პერსპექტივა როგორ განვითარდება შესაძლებელია პიროვნება ფიქრობს და თვლის რომ თქვენი მხრიდან ელოდება რაღაც საპასუხო ნაბიჯ საპასუხო რაღაც არ ვიცი მოქმედებას თქვენი მხრიდან აქტიურობას ან შესაძლებელია თქვენ იყოთ დაინტერესებული აქ თქვენ უფრო დაინტერესებული მხარე ხართ თუ ქალბატონი მიყურებს ხო ურთიერთობა აქ რაღაც არის დაფარული და შეიძლება ითქვას მანძილზეც შესაძლებელია რაღაც ინტერნეტ კომუნიკაცია იყოს მანძილზე კომუნიკაცია ჯერჯერობით გრძნობა გაურკვეველი მაგრამ მოქმედება კვერთხის დედოფალი მიჩვენებს იმას კვერთხის დედოფალი ყოველთვის აღწევს თავის მიზანს თავის ხელში იღებს რაღაც მოქმედების ასე ვთქვათ სადავეებს და აქ ვფიქრობ რომ იქნება რაღაც კომუნიკაცია მიუხედავად იმისა რომ ამ მომენტში ჯერჯერობით არის გაურკვევლობა ურთიერთობაში და გაურკვეველი სიტუაცია
კი, აქ ვფიქრობ, რომ ვარსკვლავი დავაზუსტე და ამოვიდა დაკიდებული კაცი, 4 მაღალი არკანი. ჩემი ძვირფასებო, აქ ურთიერთობა ჯერჯერობით არის დაპაუზებული. შესაძლებელია ზოგიერთთან იყოს სიტუაცია ისეთიც, რომ რაღაც პერიოდი ქონდათ ურთიერთობა, კომუნიკაცია, მაგრამ ახლა შეჩერებული კომუნიკაცია, იმის გამო, რომ რაღაც მანძილია თქვენ შორის და არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი მხარე იყოს ან საზღვარგარეთ, მაგრამ არ არის აუცილებელი. ნუ ერთი სიტყვით რაღაც არის აქ ერთი სიტყვით გაჩერებული სიტუაცია ურთიერთობაში და გაურკვეველი სიტუაცია. გრძნობა მაინტერესებს ეს ქურუმი ქალი არაზე მიგვანიშნებს. ხო, ნუ გრძნობაც გაურკვეველი. ნახეთ 7-იანი თასი. გრძნობა, როდესაც ვერ ჩამოყალიბებულა პიროვნება, ჯერ არ იცის რა გრძნობა და რა ემოცია აკავშირებს. ნუ ემოცია არის, აღფრთოვანება არის და სურვილი, მაგრამ ჯერჯერობით ბოლომდე ჩამოყალიბებული გაურკვევლობაში ერთი სიტყვით. გაურკვევლობაში შესაძლებელია ეს მანძილის პრობლემაა და იმის გამოა ეს რაღაც გაურკვევლობა. შემოგარგებო და მოქმედებასაც დავაზუსტებ. კვერთხის დედოფალი რაზე მიგვანიშნებს? ნუ კვერთხის დედოფალი, არვიანი კვერთხი ამოვიდა. სავარაუდოდ თქვენი მხრიდან, ვინც ამ გაშლას უყურებს, არის მოლოდინი, რომ თქვენ იყოთ აქტიური, თქვენი მხრიდან იყოს რაღაც ნაბიჯი, საპასუხო გადადგმული, არ ვიცი, ერთი სიტყვით, თქვენ უკეთ მიხვდებით, მაგრამ აქ არის კომუნიკაცია, მოქმედება რაღაც ჩაფიქრებულ პერიოდში შედგება. მით უმეტეს თუ იქნება გამოჩენილი თქვენი მხრიდან რაღაც ინიციატივა და სურვილი. აი ასეთი იყო, შემოგარგებო, ძალიან მაინტერესებს, გამომეხმაურეთ, რომელი ვარიანტი რეზონირდა, გამომეხმაურეთ, მადლობა და ნახვამდის.